მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Geostalks. ეხლა მე ვიმყოფები სვანეთში და ვაპირებ გავისეირნო ჭალათის მყინვარზე, ანუ საკმაოდ ისეთი მარტივი და ახლო ბილიკი არის და ვფიქრობ, რომ ცხვირის ოპერაციის მერე ზუსტად კარგი აზრი არის ესეთი მარტივი მარშრუტი მოვიარო. დაახლოებით 2 კილომეტრი და 600 მეტრი არის გასავლელი იმ ადგილიდან, სადაც მე დავტოვე მანქანა. შესაბამისად, ვფიქრობ, სადღაც 1 საათში, საათნახევარში მან მივალ რელიეფიდან გამომდინარე. რავი, დროსაც ვაფრენ და ყველაფერი იქნება მაგრად. და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი ვიდეოს სპონსორები არიან მაღაზია Valhalla და მაღაზია სალაშქრო კუთხე. გამოიწერეთ მათი Facebook-ები, Instagram-ები და დაათვალიერეთ სალაშქრო და მილიტარისტული პროდუქცია, თქვენთვის საინტერესო. სხვათა შორის Hiking Corner-მა ახლა ჩამოიტანა შვედეთიდან ახალი პროდუქცია სალაშქრო და ვფიქრობ დაგაინტერესებთ. ესე იგი პეტლიჩკა მიკროფონი არ წამომიღია, ცოტა შეიძლება ქარი შრიალი იყოს მიკროფონში. ზოგადად ძალიან სპონტანურად გადავწყვიტა დღეს აქ გალაშქრა და ნახოთ რა გამოვა. წინ გზად გვაქვს ესეთი სუპერ ექსტრემალური ხიდი, თუმცა თუ შეთის მერე ამ ხიდს კიდევ არა უშავს. წარმოიდგინეთ, ხო რეები მაქვს დანახი. ოპა. ვინმე დაქალი უნდა წაიყვანო და მერე ნახე კივილ-წივილი. მეშინია. მოგეთ ესეთი ექსტრემალური და ბრუტალური ხიდი არის. ხოლო ხედები შესანიშნავი. ეს ხომ სვანეთია. და სანამ გავაგრძელებ, არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა. დაახლოებით 80% ნახვების მოდის სწორედ იმ ადამიანებზე, ვისაც არ გამოუწერია ჩემი YouTube არხი. სანამ უყურებთ, არ დაგავიწყდეთ, არ დაგეზაროთ, დააჭირეთ subscribe იქ ქვემოთ. მეც მომეწონება YouTube-საც და მექნება მეტი мотиваცია თქვენთვის ბევრი ახალი და სახალისო კონტენტის გადაღების, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიყვარს როცა ჩემი შრომა ფასდება. აქ დასაწყისში ესეთი აღმართი იჩნდება, ესეთი ვიწრო და ლამაზი ბილიკი. და რაც კაია, სიგრილეა, მზე არ აწვება. ბილიკის მარკირება არის ყვითელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის საკმაოდ მარტივი. თან თვითონ ბილიკიც არის საკმაოდ გატკეპნილი, რომ აღარ დაგჭირდება თქვენ რამე GPS-ი თქვათ ან რამე ისეთი გზამკვლევი, რომ მიხვიდეთ ჭალათთან. საკმაოდ ბევრი ტურისტიც დადის. შესაბამისად არ დაიკარგებით. ზაფხულის თვეებშიც მეეჭვება აქ შეხვდეს რაიმე ისეთი ცხოველი, რომელმაც რამენაირად შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ. ამიტომაც თუ იქნებით სვანეთში, must have სანაჰავი ლოკაცია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ ბილიკზე არ იჭერს მობილური ტელეფონი. ვისთვისაც ეგ არის რაღაცა ისეთი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომ სულ იყოს ონლაინ. ამ შემთხვევაში მოერიდეთ ამ ბილიკს. Hello. Hi. Hi. ჭალათთან გვჭირდება 1.1 კილომეტრი. ეხლა ვართ 1758 მეტრზე ზღვის დონიდან და მოკლედ ვაგრძელებთ. მოკლედ გამოვედით ყიდან უკვე ალპურ ზონაში და წინ არის უბრალოდ ძალიან მაგარი ხედი. კამერა სამწუხაროდ მთელ ამ სილამაზეს და მასშტაბს ვერ გადმოსცემს. წინ არის ჭალათის მყინვარი. ეხლა კიდე ცოტას მივახლოვდები.
ყინვარის დასაწყისი საშინელი ქარი უბერავს. აქედან არის მდინარის ზეცართავი. აქედან ზემოთ კიდე ახლა ყინულოვანის მასა. დიდხანს მაინც და მაინც მე არ გავჩერდები, იმიტომ რომ პერიოდულად დიდი ქვების თვივა იქიდან და ჯობია მოვშორდე აქაურობას. მოკლედ აქედან ყინულის ძირიდან გამოდის მდინარე, რომელიც ესე გაუყვება ხეობას და მიდის მესტიისკენ. დასალევად ახლა მაინც და მაინც კარგი დრო არ არის. თვითონაც ხედავთ რა ფერის არის. ხოლო მე ამასობაში გავაგრძელებ სვლას. ავალ ცოტა ზემოთ, სანამ ნეც მომცეს რელიეფის საშუალებას და პრინციპში მზის შუქიც. ხოლო რავი, გზაში კიდე რამე საინტერესოს თუ ვნახავ, აუცილებლად გადავიღებ. აქ ზემოთ არის რამდენიმე ჩანჩქერი. არ ვიცი კამერაში რამდენად ჩანს, მაგრამ აი ძალიან სიგიჟე სილამაზეა. იდეაში სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაისეირნოთ ბოლომდე, თუმცა თქვენ ადგილას მაინც ჩაფხუტს გამოვიყენებდი. აქ ვათაცვენა არის ხოლმე ხშირად და მე უბრალოდ გვიან წამოვედი და მზის დაბნელებამდე ვერ მოვასწრებ უკან დაბრუნებას. თუმცა მაქსიმალურად მიუახლოვდებით, როდესაც ვაფრე, ფანარი მაქვს რამე რო იყოს, მესტიამდე არაფერი რთული გზა არ არის. აქ უკვე ხოლზე მიწევს სიარული, იმედია სადმე ნაპრალში არ ჩავარდები. და სულ ცოტაც დარჩა აი ამ ყინულამდე. ვეცდები მაქსიმალურად ახლოს მივიდე და გაჩვენოთ იქაური კადრები. ამასობაში აცივდა, ჩავიცვი ჰაიკინგ კორნერის ნაჩუქარი, ულტრა თხელი და მსუბუქი და ამავდროულად ძალიან თბილი ფლისი. და ვაგრძელებ ჩემს სვლას. მოკლედ ვერ მოვასწარი კამერის ამოღება. აქ იყო ესეთი სერიოზული ქვათაცვენა. აი ესე ჩამოიშალა ძალიან ბევრი ქვა. ამიტომაც ვფიქრობ კიდე ახლოს აღარ მივიდე. დრონს მივაფრენ, იქიდან გაჩვენებთ კადრებს. და ნელ-ნელა დავიძვრები უკან. აი მართლაც ულამაზესი ადგილი არის და რა ვიცი. გიყვარდეთ საქართველოს, ილაშქრეთ, სანამ დაიწყებთ საზღვარგარეთ მოგზაურობას, აუცილებლად მოიარეთ ჯერ მთელი საქართველოს. არავის არ ჩამოვარდება ჩვენი ბუნება, არავის ნაკლები სილამაზეები ჩვენ არ გვაქვს. ამიტომაც ილაშქრეთ. მოკლედ ახლა ვაფრინე დრონი იქ ზემოთ. აი ძალიან მაგარი ხედები არის. ამ ყინულის ზემოთ არის კიდევ ერთი ყინული და ესე კასკადებით. პრინციპში კარგი ვქენი რომ არავედი ზემოთ, იმიტომ რომ უკვე მან იწყება ნაპრალები და წრიაპის გარეშე და ჩაფხუტის გარეშე და ზოგადად თოქში ჩაბმის გარეშე უკვე იქ ასვლას აზრი არ აქვს, არის ძალიან სახიფათო. შესაბამისად, შემდეგში თუ კი იქნება მაგის საშუალება და დრო, ვეცდები რომ რამე ექსპედიცია დავგეგმო უკვე იქ ზემოთ ამ ყინვარის ბოლომდე. უნდა პრინციპში კარგად შევისწავლო მან რა არის, როგორ არის და თუ კი იქნება მაგის საშუალება, აუცილებლად გადავიღებ იქაურობასაც. და მოკლედ ბრუნდები მესტიაში. ეხლა გადავამოწმე GPS-ით და თურმე სულ რაღაც 2000 მეტრი იყო სიმაღლე, რომელზეც მე ვიყავი, ანუ იქ ბოლო წერტილი, სადაც აღჭურვილობის გარეშე შეგიძლიათ მისვლა. უკვე იმის იქით, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი სიმაღლეები არის და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლოს უკვე საზღვარი არის და მაინც ეგ ამბავი მესაზღვრეებთან შეათანხმეთ წინასწარ. ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი კონტრასტი. აი აქ ზემოთ ყველაფერი შალთეთრი, ესეთი ყინული უბედურება და ჯოჯოხეთი და აი აქ ქვემოთ სიმწვანე, სილამაზე. მე სადღაც შუაში ვარ ჯერჯერობით.
დაუბრუნდი უკვე ადამიანურ ბილიკს. პრინციპში ჯერ კიდევ მზე არ ჩასულა, შესაბამისად მზის შუქზე მოვასწრებ მესტიაში ჩასვლას და აი გემრიელი კუბდარი უნდა გადავერთო. ისე მაგრად მიკვირს, მაგარი სუფთა ბილიკი არის. אז ნაგავი არ შემხვედრია გზად, რაც ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენთან ასე თუ ისე პოპულარულ ბილიკებზე შე შემთხვევაში სანაგვებს წააწყდებით ხოლმე და არ არის ეგ კაი, ამიტომაც მთელი თქვენი ნაგავი და არც მარტო თქვენი ნაგავი ჩალაგეთ ჩანთაში და წაიღეთ. და მოკლედ მიუახლოვდა დასასრულს ჩემი ლაშქრობა ჭალათის მყინვარზე. რავი, მართლა ძალიან მაგარი ბილიკი არის, თუ კი ხართ სვანეთში და კერძოდ მესტიაში, არ დაიზაროთ, მოიარეთ აქაურობა, ძალიან მაგარი ბილიკი არის. ხოლო თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ თქვენი კომენტარი, YouTube-ის ალგორითმებს ეს ძალიან მოსწონს და შესაბამისად ვიდეოს აგდებს მერე რეკომენდაციებში და ვიდეოს რაც უფრო მეტი ნახვა ექნება, მით უფრო მეტი мотиваცია მექნება თქვენთვის ახალი და საინტერესო კონტენტი გადავიღო. აბა მომავალ შეხვედრამდე და ილაშქრეთ, გიყვარდეთ საქართველო.